უპირველესი მითოლოგიური გვირი, ვინც არის მთელს ბერძნულ სამყაროში, არა მხოლოდ ბერძნულ სამყაროში, არამედ მე მგონი მსოფლიო მითოლოგიაში ეს გახლავთ პრომეთე, სპექტაკლი, რომელიც დაიდგა სულ ახლახანს, მიჯაჭვული პრომეთე, რომელიც გამოცხადებული იყო როგორც ესქილეს მიხედვით შექმნილი სპექტაკლი, რომელმაც მთელი საზოგადოების დიდი აურდაური გამოიწვია, დიდი ნაწილი საზოგადოების ამ სპექტაკლზე ამბობს, რომ სუბნეალური სპექტაკლია და მეც მათგანს როგორ აშნობდა, არის მეორე ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ასე არ არის. რა თქმა უნდა, თავისთავად ის ფაქტი, რომ ეს სპექტაკლი გარკვეულ კამათს იწვევს, არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გამოდიხარ სპექტაკლიდან და ყოველთვის საკუთარ თავს ეკითხები, რის თქმა სურდა ავტორ სამთი. ასე არ არის მოწმიდია და დღეს ჩვენ გვესწრებიან აქ მოხარული ვართ დადიან სპექტაკლში მთავარი როლის შემსრულებელი ვადიმირე ვადიმირობა, რომ აი მთელი გული და სულით მივესალმები და მივესალმები და ბრავო რა თქმა უნდა, ჩვენი სტუდენტების უსაყვარლესი ადამიანი, რომელმაც არაჩვეულებრივი რეცენზია დაწერა სპექტაკლთან, რომელსაც როგორც მე ვაგონი, რომელთან მეგობრობა ჩვენი გიხარია ძალიან და როგორც მე ვიგე, მასაც ძალიან მოსწონს ჩვენთან მეგობრობა. ბატონი ირაკლი, და რა თქმა უნდა, აღარ თქვი თავიდანვე ბატონი მადიომ, თეატრის დირექტორმა რამდენჯერმე დიდი საჩუქარი გავიკეთა ჩვენი
ჩვენი სტუდენტები კოლექტიურად ესწრებოდნენ სპექტაკლებს და ხანებია მე მგონი გავაგრძელებთ ჩვენ სპექტაკლებს. მოგესალმებით სოფლას, ორი სიტყვით მოგმოგოთ მთელ აუდიტორიას. მობრძანდით ჩვენ სპექტაკლზე 17-ში პრომეთე, ყველას პატიჟებთ, ვისაც გინდათ რომ ნახოთ ეს სპექტაკლი. მაგის გარდა მართალია გოგა არის მარტო მონაწილე თამაშის დასასრულის, რომელიც სულ 2 დღეში გაქვს. სურვილი ვისაც გაქვთ, ყველას მიგიღებთ. იცავს და გასაკვირველი ყველაზე ძვირი ბილეთი. დადგენა არ იქნება გამოსაჭირო, მთელი ჩვენი ინსტიტუტი, დირექტორის, პროგრამების ხელმძღვანელის, ჩვენი მასწავლებლების, პროფესორების, ჩვენი სტუდენტების სახით აქ არიან და ალბათ ჩვენი ამ დავარქვით ჩვენს ამ სპექტაკლია, დავარქვით საგანმანათლებლო წარმოდგენა, რომელიც ეძღვნება პრომეთეს სახის გაგებას და შესაბამისად ალბათ აი ამ წარმოდგენის შემდეგ თავის აზრს გამოთქვამენ და რა თქმა უნდა თქვენს ჩვენო მიუხედავ და საყარელოს უნდა. ეხლა კი მიცდებით. Prometeu, la cosista tra poso, radinon leibomena reos marei, notiois et ex habagais, amegart agart adet Zeus, idiois nomois gratum, uperefanon theois tois aros en deicnus in aifman. Pedam hopanda nemon, teite magnoma gratos antipalon Zeus, med alito moi logois. Uponois carogeanu patros asbeston poro. Alamoi code genoi, gai mebot ectagei. Agut i Tarsaleias don magron teinen bion elvis. Fanais tumon aldainusat eneucosunais. Friso de sed de gromena murios moctois diagnomena. Senagar ut Romeon i diagnoma, sebet nasus agan Prometeo. Τερόπος, αγάρις, χάρις ο φίλος, εϊπέ, μου τις αλκά, τις εφαμέριον αρέξεις, ουδεν έρτες, ολιγοτράνη ανάκην, ισονέιρον χαρτοφώτων, αλλά ογγένος, εμπεποδίσμενο, ούποτε, αντίος, χαρμονιαν τνάτων, παρεξίαση, ουλάι. When ახლა მოვისმინეთ ქოროს პარტია ესქილეს ტრაგედია და მიჯაჭვურება. ტრაგედიის პაროდოსშივე მომეთე მოგვეიცის, რომ ზევსის მრისხანება დაცხება და ისინი მოიგდება. ტრაგედიის პაროდოსშივე ათქმევინებს ესქილე თავის მთავარ გმირს. ოით კოდი ტრაკუს გაი პარეაუტონ დო დიკაიონ ნეხონს დეუს სალენდით პასონიო. Esta epot hotan daute aiste, ten dateram non storessa sorge. Esat mon, e moi kai filoteta, speudon dibod hexi. Tai, ჩვენი თავი შეკითხოს თქვენ. დამნაშავეა კეთილმზრახვილი პრომეთე. გაჟღერებულ შეკითხვას პასუხი აქ დამსხეს საზოგადოებამ თავად დასწრეს, ოღონდ ბოლოს. აქამდე კი ჩვენ წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს მენტეკაში კითხულობს დიდებულ წერალთა და პოეტს და აზრებს პრომეთეს შესახებ. თუმცა აქამდე თავად გავხსენთ პასუხი არაერთხელ დასმულ შეკითხვას იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდა ტრაგედიის განვითარება და აღმასვლა იმ ეპოქაში, როდესაც ბერძნები ჯერ კიდევ სპარსეთზე გამარჯვების ზეიმით შეხვდნენ. ეს ძველი საბერძნეთის ცხოვრებაში სიმშვიდის დიდი როლს დაასრულებდა. ამ შეკითხვაზე არსებობს პასუხი. მართალია ტრაგედია როგორც ჟანრი, ტრაგიკული განცდის უმაღლესი გამოხატულება,
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თავად ელინთა მსოფლმხედველობა იყო პესიმისტური. ამ ტრაგიზმის მომს კიდევ უფრო ნაკლად იკვეთება ის ჰეროიზმი, რომლითაც საზრდოობდა მთელი კულტურა და რომელმაც ეს კულტურა მარადიულობას ასახავს. მართალია ბერძნული კულტურის ამ ეპოქას უპირატესად ტრაგიკულ ეპოქას უწოდებენ. პირველ რიგში არნახული დრამატურგიული სიმაღლეებისგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ესთეტიკური თვალსაზრისით რომელი ჩამოუვარდებოდა იგი ჰეროიკულ კულტურას. არა. ამ ეპოქისათვის დამახასიათებელია როგორც ბედისწერის დეტერმინიზმი, ასევე ამ დეტერმინიზმის რღვევაც ჰეროიკული მსოფლახმის გამოყოფით. შესაბამისად, ტრაგედია გვევლინება დეტერმინიზმისა და ჰეროიზმის ამოუხსნელი კონფლიქტის სიმბოლოდ. მაინც კონფლიქტის ბოლოს სიცოცხლე იგრძნობს. რადგან ასეთია ელინური მსოფლახმა, ასეთია ელინური კულტურის არსი. და სწორედ მსოფლახმის ასეთ სურათს ხატავს ესქილე თავის ტრაგედიაში მიჯეჭვული პრომეთე, სადაც ტრაგედიის მთავარი თემა არის თავად ტრაგიზმი, ხოლო პრომეთე არის განსახიერება ამ ტრაგედიას. საზოგადოდ ესთეტიკოსთა აზრით, ტრაგედია არის წინააღმდეგობათა დიალექტიკური თამაში. ესქილესეული იდუმალი გმირის სახე. ღმერთთან მებრძოლი, კაცთმოყვარე. წამებული, მაგრამ ამავდროულად მოღალატე პირდაპირი დადასტურებაა ტრაგიზმის არსის განმარტებისა, ესე იგი, წინააღმდეგობათა დიალექტიკური თამაშის. მაგრამ პრომეთეს სახელმაც ხომ განვლო განკვეული გზა ჰომეროსიდან ესქილემდე. საკუთრივ ჰომეროსის ეპოსში პრომეთეს შესახებ გადმოცემული ცნობები რაიმე სახის სიმწოვრით არ გამოირჩევა, რაც სრულიად ლოგიკურია, იმიტომ რომ ჰომეროსი ესქილეს ხატავს, იგი პრომეთეს ხატავს ახლა. კაცმა რომ თქვას, არც ტრაგედიის ან ეპოსის მოქმედების განვითარებისათვის შეიძლება თვითონ. ან რაიმე სხვა მიზნით. აი ჰესიოდესთან დასაწყნახავთ პრომეთესთან დაკავშირებით. მოდი დავიწყოთ თეოგონიით, რადგან როგორც ვიცით, ჯერ თეოგონია დაიწერა და შემდეგ სამუშაო. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ თეოგონიაში გადმოცემული ინფორმაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება მითის შემდგომდროინდელი ვარიანტებისგან. თეოგონიაში თავდაპირველი ადამიანები სულაც არ არიან ისეთი უსუსურები, როგორც ეს შემდგომდროინდელ მითებში ხდება. პირიქით, ისინი ორმაგად და სამმაგად ნეტარები არიან. რატომ? იმიტომ რომ თავდაპირველად ისინი ღმერთებთან ერთად ცხოვრობდნენ და ყველაფერი საზიარო ჰქონდათ ღმერთებთან. კაცმა რომ თქოს, ერთადერთი განსხვავება იყო ის უმთავრესი განსხვავება, რაც საზოგადოდ არსებობს ღმერთებსა და ადამიანებს შორის. ანუ ადამიანი არის მოკდავი, ხოლო ღმერთი უკდავი. ქალთა კატალოგში ესიოდე იმასაც კი ამბობს, რომ ადამიანები ღმერთებთან იზიარებდნენ სუფრას და ერთად თათბირობდნენ საჭიროებო საკითხებზე. ის, რაც მოხდა მეკონეში, იყო გარდამტეხი. კერძოდ, ესიოდე ამბობს, ენ მეკონე ეკრინონტო პისტეოს კაი დიანთროპოს. ესე იგი, მეკონეში ცხდებოდა რა იქნებოდა ადამიანი და რა იქნებოდა ღმერთი. წარმოიდგინეთ, როგორი მნიშვნელოვანი მოვლენა. ვის აქვს იმის პრივილეგია, რომ განსაზღვროს რა ეკუთვნის ღმერთს და რა ეკუთვნის ადამიანს? რა თქმა უნდა, ზევსს. ეს ზევსის საქმეა. ზევსი ანაწილებს ფუნქციას, დანიშნულებას, აბსოლუტურად ყოველთვის. ვინ გადაწყვიტა საკუთარ თავზე აეღო ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება? პრომეთე. ესე იგი, პრომეთე უზურპატორია. პრომეთე ზევსის უზურპირებას ცდილობს და კაცმა რომ თქვას, მისი უმთავრესი დანაშაულიც სწორედ ეს არის. ესიოდე გარკვევით ამბობს. თქვენ არ იფიქროთ, რომ ზევსი მოწყობდა, როდესაც პრომეთემ ის წინაშე ორი ტომარა. თქვა ტომარა. წარადგინა. სამსხვერპლო წილებით სავსე. ერთი სავსე იყო საჭმელად ვარგისი ხორცით, მაგრამ ზემოდან მხოლოდ ტყავი ჰქონდა გადაფარებული და უშნოდ გამოიყურებოდა. ხოლო მეორე სავსე იყო ძვლებით და მხოლოდ ზემოდან ჰქონდა საჭმელად ვარგისი ხორცი. ესიოდე ამბობს, ზევსი არ მოწყობულა, განზრახ აირჩია უარესი წილი. რატომ? ზევსს შეცდომილი ჰქონდა პრომეთეს სურვილი ზევსის უზურპირებისა. ფაქტობრივად, ზევსი საბაბს ეძებდა იმისათვის, რომ პრომეთე დაესაჯა. გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რაც ჰესიოდესთან და შემდგომდროინდელ მითებში ხდება, ის არის, რომ ადამიანებს თავიდან ჰქონდათ ცეცხლი ჰესიოდეს მიხედვით. ცეცხლი მარადიულად ემთო კოპიტის ხეებზე. შესაბამისად, ის არ არის სიმართლე ჰესიოდეს მიხედვით,
რომ ადამიანებს ცეცხლი არ ქონიათ და პირველი პრომეთე იყო, ვინც ეს ცეცხლი მიუბოძა მათ. და აზიარა კულტურას. არა, ცეცხლი იყო. მხოლოდ შემდეგ დამალა ზევსმა, როდესაც პრომეთემ მისი გასულელებას სცადა. რატომ დამალა ზევსმა ცეცხლი? და მაინც ცეცხლი ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა. იმიტომ რომ პრომეთეს მიერ ზევსის გასულელებით ადამიანებს ორი უმთავრესი რამე ჰქონდათ. საჭმელად ვარგისი ხორცი როგორც კულტურული ცხოვრების ფორმა, ხოლო ღმერთებს ერგო ცვლები. ეს რას ნიშნავს? უნდა დაიწვას სამსხვერპლო წილი და ღმერთებს დარჩა ცვლები. ორივე აქტის განხორციელებას სჭირდება რა? ცეცხლი. ამიტომ ზევსმა აიღო და სწორედ ის დამალა, რაც ადამიანებს წაართმევდა საშუალებას გამოეყენებინათ პრომეთეს მიერ მიღებული ორივე ცხვარი. რაც შეეხება სამუშაონი და დღეს, აქ პრომეთეს მიმართ დამოკიდებულება უფრო ნეიტრალურია. არსებითად, პრომეთე მხოლოდ იმისათვის არის ჩართული ნარატივში, რომ აახსნათ, რატომ არის ადამიანი იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის. შესაბამისად, პრომეთეს უმთავრესი დანაშაული ჰესიოდეს მიხედვით, ფაქტობრივად ის არის, რომ პრომეთემ ზევსის უზრუნველობას სცადა. აი, სწორედ ასე მოვიდით ჩვენ ესქილეთთან. ახლა კი გავაგზავნოთ რა ხდება ესქილესთან და რა ხდება ესქილესში. პრომეთეს სახე აღევებდათ ყველა დროის პოეტებსა და ფილოსოფოსებს, მაგრამ მის შესახებ გამოთქმული მოსაზრებები ისეთივე წინააღმდეგობრივია, როგორც თავი ჩვენი გვრის პრომეთეს სახე და მისი სახე. მაინც რა შეადანაშაულებდა პრომეთეს? მოღალატეა. მათუ არა, ქურდია, წირავს სამყაროს. ის ტიტანთა მოდგმის არის. თუმცა კი ტიტანომაქი ეჟანს, ღალატობს ტიტანებს. დაიჭერს ზევსის მხარეს. ათხოვებს ზემს თავს ეკუთვნებით, რომელსაც ქონი გადააფარა. არავს ზევს ცეცხლს და ამ ცეცხლს გადასცემს ადამიანებს, რათა იხსნას იზინი და ღვთისაგან, რომელიც მომზადა მათ ზევსმა. რატომ ზევსის ჯერაშობილ შვილს, რომელმაც უნდა იხსნას სამყარო უზენაესის ტირანისაგან, ამ საქციელით წირავს სამყაროს. ტყუილებისთვის, თქვენ საშინელ თანჯვას, რომელიც 1000 წლეულები გრძელდება, რომელიც განუწეს ამას ზევსმა. ამ ტანჯვის გამო მას ზულს ზევსი და ბოლოს მაინც მას ურიგდება. გათქვამს მოირათა საიდუმლოს. ის იხსნის ზევსა და მის მიერ დაწესებულ სამყაროს და ისევ ზევსის მიერ ტანჯვათაგან განთავისუფლებულს ზევსივე აღაზევს მას ოლიმპოსზე. ხოლო ადამიანთაგან განთავისუფლებელი, რომელიც თეთისმა უნდა უშვა ზევს და რომელმაც უნდა ჩამოაგდეს ზევსი უზურპატორი, აღარ მოვა. ზევსი, რომელიც პრომეთესგან გაიგებს მოირათა საიდუმლოს, თეთის მიათხოვებს მოკდავ პელევს და დაიბადება აქილევსი, მერი თავისთვის, სანიმუშო მოკვდავთათვის, მაგრამ არა მოკვდავთა მხსნელი, ან შემოქმედი ახალი სამყაროს ეული წესრიგისა. ასე რომ, ადამიანთა განთავისუფლების მოსწორებულს ის მაინც წირავს ამან ადამიანებს, ამიტომ სამუდამოდ წოებს მათ ზევსის მონიტორი. აქ უკვე დგება პრობლემა დანაშაულისა და სასჯელისა. ვინ არის მართალი ზევსი თუ პრომეთე იქნება არც ერთი არ არის დანაშაული. ცხადია ფილოსოფოსთა, პოეტთა და მეცნიერთა აზრი ორად გაიყო. ზოგიერთისთვის პრომეთე უბრალოდ მეამბოხია, ზევსი კი ბრძენია და სამართლია. პრომეთე ნახევრად ღმერთია და ის უნდა დაემორჩილოს უზენაეს სიბრძნეს პრომეთეს დიდებულება არაფერია ზევსის ნებასთან შედარებით. ეს ჰერმესის აზრია ზევსის ბრძანებით. ასე ფიქრობდნენ მე-19 საუკუნის საუკეთესო გერმანელი ფილოლოგები. გამართლაც, შლეგელის პრომეთე თავისუფლების მოყარი, კაცმოყვარე ადამიანია. იგი ადამიანის ბრძნული ნება. ზევსი კი ტირანია, ის ბუნების ბრმაძალაა. სწორედ აქედან გამომდინარეობს პრომეთესა და ზევსის ორი განსხვავებული მორალური სახე. ერთი მხრივ პრომეთე დამნაშავეა, მანდაც პრომეთე უდანაშაულია. ამის საპირისპიროდ ზევსი დამნაშავეა, მანდაც ზევსი უდანაშაულია. გოეთემ საკუთარი პრომეთე შექმნა. მან უგულებელყო მორალი. მაგრამ შუღლის მონაწილეები ერთმანეთს შეუთანასწორა. პრომეთე უტოლდება ზევსს, ორივე ღმერთია. გოეთემ თემა ეთიკის სფეროდან გადაიტანა ესთეტიკაში და პრობლემა ასე წარმოიდგინა. ზევსი ექვემდებარება მოირას, ის ბედისწერის მონაა. პრომეთეს ზულს ზევსი მონა. პრომეთეს ზალა შემოქმედებით ტანჯვასა და სიხარულშია. ასე წარმოიშვა პრომეთეს ახალი სახე, ტიტანური შემოქმედისა. თავად გოეთეც იმ დროს იყო ახალგაზრდა ტიტანური შემოქმედი. შელი თემა სოციალურ სფეროში გადაისროლა. როგორც შლეგელთან მასთანაც ზევსი ფიზიკური კანონია. დემოგორგონი ზევსი ფიზიკური კანონია. პრომეთე გონიერი თავისუფლება, კულტურის სული. დემოგორგონი ჩამოაგდებს ზევსს, დაამხობს რა ფიზიკურ კანონს და დედამიწაზე ჩამოდგება ოქროს ხანა. მოცემულობა ტანჯვა განაპირობებს პროგრესს, იცვლება მოცემულობით. რევოლუცია განაპირობებს პროგრესს. ორივე შემთხვევაში ადამიანის ნება ძლევს ბუნების გარდაუვალებას. როგორც ჩანს, გოეთემ და შელი თავისებურად გადაიაზრეს პრომეთეს მხატვრული სახე.
მათ განაცალკევეს მისი სახის გაბრიცილი ურაზროვნება და გაასწორეს რა ყოველი აზრის მონაკვეთი, საქმე საბოლოოდ პრომეთეს სასარგებლოდ გადაწყვეტეს. გამოიკვეთა ერთმნიშვნელოვანი პრომეთეს ძლავრი პროფილი, რომელმაც შთანთქა მატერიის ბრმაძალა, ანუ აუცილებელი. ჰერმესის სიტყვებმა პრომეთეს რომ გაემარჯვა იქნებოდა აუტარელი, ვერ შეაშინა ეს პოეტები, მაგრამ ესქილესეულმა ტიტანმა მაინც დაჩრდილა მისი ეპიგონები. რას უნდა ერთვა ესქილეს თავის პრომეთით? შესაძლოა ტრაგედიის არსი მომარეობდეს თემის ტრაგიკულ იდუმალებაში. ესე იგი იმაში, რომ პრომეთეს სახე დარჩეს გამოუცნობი და თავისი გამოუცნობობით ააღელოს მკითხველი. ხომარ არის წინასწარმეტყველი ზევსი უფრო ბრძენი, ვიდრე წინასწარმეტყველი პრომეთე თავისი ტიტანური სიბრძნით. ხომარ მიიღო ზევსმა თავისი სიბრძნე მეტისისაგან, რომელიც არის ქაოსის სტიქიური სიბრძნე. განაარჩა ყლაბა ზევსმა მეტისი ბუნების სიბრძნე, რომელიც იყო ფექტმე კულტურის სიბრძნით, ანუ ათენით. და განაარდაიბადა ათენა ზევსის თავით. და მაინც ხომარ არის პრომეთე ქაოსის მოდგმა, კულტურის შემოქმედი და ადამიანური მსოფლმწესრიგის დამყარებელი, ზევსის მსოფლმწესრიგის სიბრძნით შეპყრობილი. ხომარ ატარებს იგი ზევსის ჰარმონიას. თითქოს ერთი მეორეს ფარავს ზევსი პრომეთეში და პრომეთე ზევსშია და იმავდროულად ისინი განცალკევებულნი არიან ერთმანეთისგან და ერთმანეთს პყრობენ. რა წინააღმდეგობრივობა განა არ არის საჭირო ამ ძალთა შეერთება, ხომარ არის საჭირო მათი მოქმედება თანხმობით. და ტრაგედია პრომეთე და მისი გმირის ტრაგედია, გმირისა, რომელიც არის დაუუკებელი გონიერება მთავრდება აპოთეოსით, ანუ ტიტან პრომეთესა და ზევსის ქაოსისა და ჰარმონიის შერიგება. ანუ შესაძლოა პირიქით. ხომარ არის პრომეთეს შერიგება უარყოფა დამოუკიდებელი მოქმედებისა მას შემდეგ, რაც მან გაიაზრა ამაოება საკუთარი ძალისხმევისა და ემარცხებინა გარდაუვალებით. ხომარ დაეჭვდა ბრძენი პრომეთე ხსნელის ძალმოსილებაში, ანუ იმაში, რომ ხსნელს ჭეშმარიტად შეუძლია ხსნა. ხომარ დაინახა მან, რომ ახალი სამყაროსეული წესრიგიც ისევე იქნება დაქვემდებარებული აუცილებლობას, როგორც ზევსისეული წესრიგია დაქვემდებარებული აუცილებლობას. რომ ადამიანი არის მონა და იქნება მონა და რომ ამაოა მისი ათასწლოვანი ტანჯვანი და რომ ნებისმიერ სამყაროსეულ წესრიგში მხოლოდ ერთი ხსნა და გამოსავალი არსებობს. შერიგება. და აი, პრომეთე გაუნხელს ზევს მოირათა საიდუმლოს და შეუერთდება ზევს არაობისათვის, არამედ მშვიდობისათვის. მაგრამ დიალექტიკურად ამ პლანში არ იკვეთება პრომეთეს შერიგების არსი. მოდით ერთად მივშევოთ ამის შესახებ. რა სჭირდება ცივილიზაციის შექმნას? ადამიანთა როგორც ტექნიკური, ასევე მორალური მზადება. რას აკეთებს პრომეთე? პროტაგორასის მიხედვით, რომელიც პლატონის ერთ-ერთი დიალოგია, იგი ადამიანებს გადასცემს ცეცხლსა და ბრძოლ ცოდნას, რითიც ქმნის საფუძველს მათი მატერიალური კულტურის განვითარებისთვის, ანუ ტექნოლოგიური წესრიგისთვის. მაგრამ საკმარისია ეს სამოქალაქო ცხოვრების ჩამოყალიბებისთვის, ანუ ცივილიზაციის შექმნისთვის. არა, ეს ასე არ არის. ადამიანებს კიდევ რაღაც სჭირდებათ. რაღაც, რასაც მათ ზევსი უწევს, ჰერმესის მეშვეობით. ეს არის სამართალი და სირცხვილის გრძნობა. ამგვარად, კრონოსის ძე ხდება სამოქალაქო ცხოვრების ფუძემდებელი, ანუ ცივილიზაციის შემოქმედი. ამ კონტექსტის გათვალისწინებით შერიგება შეიძლება განვიხილოთ როგორც სამყაროდან პრომეთესეული ტიტანიზმის, გზნებარე გონების განდევნა და მისი ჩანაცვლება არამგზნებარე გონებით, ანუ ზევსის ძალაუფლებით. იგი ლოგიკური შედეგია პრომეთეს წარუმატებლობისა, სრულად უზრუნველყოს ადამიანები ყოველივე იმით, რაც მათი თვითგადარჩენისთვისა აუცილებელი. პრომეთე დანაშაულია. ამოხეგენი. პრომეთეს დანაშაულის საფუძველი ის არის, რომ ის ტიტანია და არა ღმერთი. ის ზევსთან ერთად აღსდგათ ველთაობის სტიქიურ მერთებზე, ტიტანებზე, ამით სურდა გადაენახა თავის ტიტანიზმი. მაგრამ როგორც ადამიანთა კეთილის მყოფელი, ის მხოლოდ მატერიალური და ტექნიკური კულტურის შემოქმედია. ამით ის მაინც თავის ტიტანიზმის განასახიერებს. პრომეთე არ არის სულიერი ძალა. მართალია მისი ძალა გონების მიერია,
მაგრამ შედეგი არის დამრუპელი. არასწავლა ადამიანებს ეშმაკობა, ბუნების ძალთა დამარცხება და მათი საკუთარი სურვილის მიხედვით გამოყენება. ესე იგი, მხოლოდ ფიზიკური მიღწევების მისაღწევად გამოყენება. მაგრამ პრომეთე არ არის სულიერი კულტურის შემოქმედი. მასაურსწავლებია ადამიანებისათვის ზნეობა, სამართალი, მოქალაქეობრივობა, რაც აუცილებელია საზოგადოებრივი არსებობისთვის. აი ამიტომ ზევსი უფლებამოსილი იყო და ესაჯება. საშიელი ელინთა მსოფლმართმით იყო განპირობებული. მათთვის ბუნების სტიქიური ძალა და სულიერი ძალა ერთმანეთს ავსებს. მაგრამ ისე, რომ სულიერება აღემატება სტიქიურს. ზევსი ფაქტობრივად არის მოქალაქეობრივი. შერეგი ამართლებს დამნაშავედ პრომეთეს და დამსჯელ ზევსს. პრომეთე დამნაშავეა. ამბობს ის, რადგან ღმერთებს ევუძვის. და ღვთის მებრძოლეობით მათ დაარღვია ღვთაება ბუნებასთან ერთიანობის წმინდა კანი. მაგრამ მას უნდა დაერღვია, ესე იგი უდანაშაულოა. პრომეთეს ამისაკენ უბიძგებდა არა თავისი ნება, არამედ ზნეობრივი აუცილებლობა და ამაშია მისი ტრაგიზმი. პრომეთეს რომ ჩამოაშორო ზნეობრივი აუცილებლობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩამოაშორო მას ტრაგიკული ღირსებები. პრომეთე დამნაშავეა, რადგან მას არ გაუკეთილშობილებია ადამიანები. გახადა ისინი ჭკვიანები უფრო ადრე, ვიდრე გახდიდან მათ კეთილებს. და მისცა მათ საშუალება დაბალი ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად მანამ, ვიდრე განუვითარდებოდათ მათ მაღალი ინსტინქტები. ადამიანისთვის აუცილებელია ბრმა ძალიდან გონიერ ძალაზე გადასვლა. პრომეთეს პირველი საჩუქარი არ არის საკმარის სიმღერი ადამიანობის მოსაპოვებლად. მან გადასცა ადამიანებს ზევსისგან მოპარული ცეცხლი, რითიც გაუხსნა გზა ხელოვნებებისა და ტექნიკური კულტურისაკენ, მაგრამ ამით მიანიჭა ბუნების შეცნობის განიერება, რითიც მიანიჭა მათ უმაღლესი საჩუქარი. ეს უმაღლესი საჩუქარი ამიტომ პრომეთე მართალია. მაშას ადამიან დამნაშავეა ზევსი? ზევს არ შეიძლება არ მოწონებოდა ის, რომ პრომეთე მობოდა ადამიანებს ცეცხლი. თავად ზევს არ მოსწონდა ეს ადამიანები და სურდა შექმნა ახალი ადამიანები. პრომეთემ მას დაასწრო. ცეცხლის მიცემით პრომეთემ შექმნა ახალი ადამიანები და მაინც ზევსი მას ჯილს. და მაინც ზევსი არ არის დამნაშავე. მხოლოდ ასეთი კანჯით მოებოვება თავისუფლება და დამოუკიდებლობა ბუნება ღმერთისაგან. ამგვარად, შელინგის ვერდიქტი ასეთია. პრომეთეს, რომელიც იყო ისეთი, როგორიც იყო, არ შეეძლო სხვაგვარად მოქცევა. მას უნდა აღესრულებინა ის, რაც აღასრულა. ხოლო ზევსს, რომელიც იყო ისეთი, როგორიც იყო, ის უნდა დაესაჯა. აქ არის წინააღმდეგობა, მაგრამ ეს წინააღმდეგობა კი არ უნდა მოიხსნას, არამედ საჭიროა მისი გააზრება და შესაბამისი აღზრდა. ეს წინააღმდეგობა ჩამალულია ადამიანში. მის გონებაში, სწორედ ამიტომაც პრომეთეს ტრაგედია, ეს არის გონების ტრაგედია, რომელიც იხლიჩება შემეცნებასა და აქტიურ ნებას შორის. ეს არის სწორედ ის ორსაწყისიანობა, რაც მოცემულია ადამიანში. მისწრაფება ქაოსისა და ჰარმონიისკენ. შელინგის აზრით ადამიანში არის ორი საწყისი. ღვთაებრივი და ანტიღვთაებრივი. პრომეთე ღვთაებრივია, ის ზევსისეულია და ღვთაებრივია ადამიანთა აღქმით. თუმცა იგი უარყოფს და უპირისპირდება ამ ღვთაებრიობას. პრომეთე თავის თავში ატარებს ღვთაებრიობის გადაულახავის სურვილის თვითს. პრომეთე თავისი ტანჯვის გამო არის ადამიანური მეს უმაღლესი წინარესახე. იგი აუცილებლობით მიეჭოჭება კავკასიონის კბოდეს და უიმედობა თუმცაც განუბრუნა მოუშორებელ იარას. პრომეთე ელოდება, როდის ჩამოაგდებენ ტიტანებს და როდის გაათავისუფლებს მას ადამიანთა ახალი მოდგმა, ჰერაკლეს სახით. და დაეზევსი იყოს მკაცრი, თუმცა ზევსის ეს სიმკაცრე ეფუძნება ოდინდელ უფლებას არსებობაზე, რომელიც მასში ბრმად არის მოცემული, რომელსაც არც ის არც სიკეთე და არც ბოროტება და რომელიც ეფუძნება მხოლოდ ძალაუფლების ძალებს. სწორედ ასეთია შელინგის პრომეთე. უნებლია ამბოხებული, ხოლო ზევსი უნებლია დამსჯელი. ჰერაკლე ამ ორი ძალის შერიგების სიმბოლოა. ცეცხლი უზრუნველობა რომ აჩუქა ადამიანებს. პრომეთე თითქოს თავიდან ის ადამიანებს და ეს არის უფლების მოპოვებისთვის ბრძოლა ზევსსა და პრომეთეს შორის. ამაშია ის მებრძოლეობის არსი. ეს ხომ არ იკითხება, ეს კი ეს პერსონაჟს მიიღო. ეს ხომ არ არის მიზეზი პრომეთეს ღალატისა, რაც არ იყო მის თავდაპირველ ვერსიაში. ვინც ყურადღებით წაიკითხავს ესქილეს ტრაგედიას, გაიოცებს. მაგრამ მიხვდება, რომ პრომეთი წინასწარმეტყველია და მან წინასწარ იცის, რაც მოხდება. იცის, რომ მოიტაცებს ცეცხლს. იცის, რომ ზევსისგან დაიშება. იცის, რომ 30,000 წელი გაიტანჯება. იცის, თუ ზევს არ გაუხელს საიდუმლოს, ზევს ჩამოაგდებს ტახტიდან მისი შვილი. იცის, რომ ზევსი გაგზავნეს ჰერაკლეს ათამოკლას არწივი, რომ ზევსი შეურიგდება ტიტანებს, რომ შეურიგდება ზევს თავადაც.
პრომეთემ უნდა გათქვა საიდუმლო. ეს მან იცის და მაინც ისე ექცევა, თითქოს ის უფრო ძლიერია, ვიდრე აუცილებლობა, ანანკე და იგუცის ღმერთს. აი აქ ჩანს ელენის ტრაგიკული მსოფლმეობა, გაცნობიერებული დეტერმინიზმი, ჰეროიკული აქტივობის ნები, ანუ მოირათა თემა. დატვირთული გამარჯვების თემით, მაგრამ არა საბოლოო გამარჯვებით. ამიტომ პრომეთეს ბრძოლა კი არ არის ტრაგიკული ბრძოლა გამარჯვებისკენ. ეს არის ჰეროიკული გზა გამარჯვებისკენ. მაგრამ ეს კიდეც პრომეთეს ღმერთებს უიტყვება. რომლამდე არ მყავს თავისი საიდუმლო და დაუმორჩილებელი ლოგიკა თხოვლობს პასუხს. გავხსნა მოირათა საიდუმლო ზევსს და რა დაარქვა იგი და მისი ძველი სამყაროსეული წესრიგი საკუთარი სიცოცხლის ფასად. მას შეძლო უარიად ქოუკლავდეს. ოცნებობა მასის შანსი მიაჩნდა. ზევსი და პრომეთე ერთნაირად არიან დამოკიდებული აუცილებლობას. არც ერთი და არც მეორე არ ებრძვის მოირას, მაგრამ ისინი ერთმანეთს ებრძვიან. ისინი არ არიან თავისუფალი ზუსტად ისევე, როგორც არ იქნებოდა თავისუფალი ზევსისა და თეტისის ძე. ერთადერთი თავისუფალი იქნება ის, ვინც გაათავისუფლებს პრომეთეს და ეს იქნება გმირობის ჩადენისადმი სწრაფი სურვილი, ანუ ნება და ძალა. და აქ ჰერაკლე გამოჩნდება როგორც განმათავისუფლებელი. ის ათავისუფლებს პრომეთეს არწივისაგან და ბორტილებისგან, რაც აუცილებლობით არის. ამის გაკეთება არ შეუძლია ზევსს, თუ ის არ აღიარებს თავის თავს დამარცხებულობას. აუცილებლობაზე გამარჯვება ჰერაკლეს მიერ ჩადენილი პირადი გადაწყვეტილებით მიღწეული მოვლენაა. საბოლოოდ ზევსი ურიგდება ტიტანებს. ათავისუფლებს პრომეთეს, პრომეთე მას გაუმხელს მოირათა საიდუმლოს და ამით თავიდან იცილებს პირობითად ახილებს ის დაავადებას, რომელმაც უნდა იხსნას ადამიანი. ერთი შეხედვით ჰერაკლე განმათავისუფლებელია. ის პრომეთესთან შედარებით თავისუფალია, რადგანაც ძლევს აუცილებლობას არა გონების ძალით, არამედ ფიზიკით. თავისუფალი ჰერაკლე. საინტერესო. მაგრამ თუ დააკვირდებით. თავად ჰერაკლეს ემორჩილება აუცილებლობას. კონფლიქტი დეტერმინიზმსა და ჰეროიზმს შორის აქ მოხსნილია ფსიქოლოგიურად, მაგრამ არ არსებობს. ჰერაკლეს მიერ პრომეთეს გათავისუფლება, ანუ მისი ეგრეთ წოდებული გმირობის თავისუფალი აქტი, ასევე აუცილებლობას ექვემდებარება. მაგრამ საოცარი აქ ის არის, რომ ამ შემთხვევაში თავისუფალი ნება აუცილებლობას ემთხვევა. როგორ? ეს მარტივია. ეს არის აუცილებლობა იმდენად, რამდენადაც პრომეთემ იწინასწარმეტყველა, რომ მას ჰერაკლე გაათავისუფლებდა. ანუ ეს ყველაფერი წინასწარ იყო განსაზღვრული და აუცილებლობას დაქვემდებარებული. მაგრამ ეს ასევე არის თავისუფალი ნება იმდენად, რამდენადაც ჰერაკლემ არაფერი არ იცის ამის შესახებ და ამ არჩევანს თავისუფალი ნებით აკეთებს. ესქილესმიანი ტრაგედიის მირი ჰეროიზმით უმზერდა სამყაროს. მისთვის განმათავისუფლებელი ჰერაკლე თავად წარმოადგენდა ადამიანის გათავისუფლების სიმბოლოს. ჰერაკლეს მიერ ჩადენილი გმირობის აქტი წმინდად მოქალაქეობრივი პოზიციიდან უთვალოდ მკრეხელობად შეირაცხებოდა ათენის სენატზე და ასეთი გმირი სავარაუდოდ ტრაგედიის ქოროს მიერ კიდევაც გაიკენცებოდა. კი ბატონო, მაგრამ ჰერაკლე არის გმირი, რომელიც ყოველთვის და აუცილებლად იმარჯვებს. შესაბამისად, მისი გმირობის აქტი გამართლებულია მისივე ფუნქციით. მაგრამ მაინც და მაინც რატომ ხვდა ჰერაკლეს წილად თავის თავზე ego პრომეთეს მიერი ბრძოლა ადამიანის უფლებებისათვის. სწორედ იმ ჰერაკლეს, რომელიც მუდმივად იყო ღვთაებრივ ნებათა მორჩილი აღსრულებელი. იგი ვერასდროს ვერ ბედავდა ხმა აღემაღლებინა დიდი მბრძანებლების წინააღმდეგ, მაგალითად ჰერას წინააღმდეგ. მაგრამ ის გასაგებიც არის, რადგან იგი ევრიპიდეს ტრაგედია ჰერაკლეში საკუთარ თავს შებდებნაირად ახასიათებს. მრავალი ტანჯვა გავითქმნე გმირობის ფასად, მრავალ განსასწრებს დავახციე თავი მიჭრით, მაგრამ არასდროს მიდირია, არც მცინია. არც კი მიფიქრია, რომ ოდესმე ამ თვალებიდან ცრემლებს გადმოაფრთხილდი ნიავარივით. სჯობს ბედისწერას დავამორჩილ. დიახ, ჰერაკლე ბედისწერის მორჩილი. მაგრამ ლისაც ამავე ტრაგედიაში მისთვის უჩვეულო ინტონაციით უხატავს მაცნეირის გმირ ჰერაკლეს, როგორც მოქალაქეობრივის სახეს, როგორც კაცთმოყარე პრომეთეს უმცროს ძმას, კაცი ვისთანაც მიმავნეთ სახელოვანი, განაამაოდ არის მიწად თუცათა შინა, მიუვალ ქვეყნებს, ზღვათა სიღრმეებს, ნა ადამიანებს მან ერთადერთმა მიენჭა კითილდღეობა, მან აღადგინა ცისერთა თაყვანისცემა მივიწყებული კრეხალთაგან. შეიძლება არ დავარქვათ ჰერაკლეს ღვთისმებრძოლი, მაგრამ მასში ღვთისმებრძოლების სული აკვინდან ეცოცხლებს. იგი ერთადერთია, რომელიც ღმერთების დახმარების გარეშე აღწევს თავის დიდ გმირობებს. მართლაც ამ საქმეში ათენას დახმარება უმნიშვნელოა, მაგრამ არათუ ღმერთების დახმარების გარეშე
არამედ ღმერთების ნების საწინააღმდეგოთაც. სწორედ იმ ღმერთების ნების საწინააღმდეგოდ, რომელმაც იგი ცოლისა და შვილების მკვლად აქციეს. სწორედ იმ ღმერთების დახმარებით, რომელთა წყალობითაც იგი უბადრუკი მეფის ევრისთევსის მსახურია. სწორედ მათივე განგებით იგი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში განიცდის ტანჯვას. იგი ტანჯვით მოგზაურობს, ჩადის ჰადეში, რათა იქიდან ამოიყვანოს სამთავიანი კერბეროსი. იგი უნდა შეიპაროს ესპერისების ბაღში, რათა მოიპაროს ოქროს ვაშლები. და ამისათვის მან უნდა მოკლას მათი მცველი დრაკონი ლადონი. ის ერთადერთია, რომელიც თავისი მშვილდიდან ისარს უმიზნებს მზე ჰელიოსს, მაგრამ გარდატეხა. ყველა გმირშობდა. ასე მოხდა ჰერაკლესთანაც. მან მიაღწია ისეთ სულიერ მდგომარეობას, როდესაც უკვე აღარ მოქმედებს მასზე არავითარი ნება. დაიღუპება ეჭვიანი. სიყვარულით შეცდომილისაგან, მაგრამ არა ცოცხალის, არამედ გრისხებით. მის მიერვე მოკლული კენტავროსის, ნესოსის მოწამლული სისხლით. და იგი ასე ასრულებს თავის სიცოცხლეს სოფოკლეს ტრაგედიის, ტრაქისელი ქალების მიხედვით. უპო, ზონტა, გაინე, თავი, მე ცოცხალი, მკვდარმა მოკლა. თავად სიკვდილის წინაც კი ინარჩუნებს ჰერაკლე თავის თითქმულოვნებას და სიმამაცეს, როდესაც მის შვილს ასეთ სიტყვებს ეკლის. მოთქმაგოდების ერთი ცრემლიც არ დამანახოთ, უცრემლოთ იზა ამ ყველაფერს, თუ ჩემი შვილი ჯერონად გქვია. ჰერაკლე, როდესაც ჰერასაგან შეშლილი ამოხოცავს თავის ცოლ-შვილს, ასე მიმართავს ჰერას და შესაძლოა ითქვას, რომ მთელ ოლიმპოსს ასეთ ქალღმერთს ვინღა ისურვოს ეახოს ტაძრით. ასეთივე შინაარსისაა ტრაქისელ ქალებში ჰერაკლეს შვილის სიტყვა უკვე მიმართული ოლიმპოსადმი. რა რიგ დიდია სიავკაცე თავად ღმერთების, ისინებითაც აღსრულდება ყოველი საქმე, ისინი გვშობენ და მამებად იწოდებიან, მაგრამ უცრემლოდ უცქერიან კანჯვას ესოც. ჩვენამდე არ მოუღწევია ესქილეს ტრილოგიის მესამე ტრაგედიას, განთავისუფლებელი პრომეთე, სადაც გმირი ათავისუფლებს ტიტანს ტანჯვისგან. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ სახისა და იდეის თვალსაზრისით ესქილეს ჰერაკლე მეტად აღამატებული იქნებოდა სხვა ტრაგედიას და ჰერაკლეს. როგორც ეს დავინახეთ, თუნდაც ევრიპიდეს ტრაგედია ჰერაკლეში და სოფოკლეს ტრაგედია ტრაქისელ ქალებში. ამგვარად პრომეთეს ტანჯვა და ღალატი იძენს აზრს იმის თაობაზე, რომ ის არის მსხვერპლი, რათა მოვიდეს ჰერაკლე, რომელიც არანაირად არ არის მოვალე ღმერთებისა და ტიტანების წინაშე. ჰერაკლესი არაღია კუნთების პირველ ყოფილი ძალა. ის არ ელის მადლიერებას კულტურის შემოქმედი პრომეთესაგან. ის ბუნების შვილია და თავად ქმნის ახალ კულტურას. არა აქილევსი, არამედ შრომელი ჰერაკლე არის ახალი სამყაროსეული წესრიგის ჰეროიკული შემოქმედი. თუკი ჰომეროსის მიერი მოკვდავი აქილევსი, ანუ გმირი თავისთვის, დიდების მოყვარე, სიმამაცის უმაღლესი პოეტური სახე და ელინის გრანდიოზული პატიმოყვარეობის განსახიერებაა და ჩვენ შეგვიძლია ეს სახე განვიხილოთ როგორც ორგიაზმის თემის ჰარმონიზირებული წარმოსახვა. მაშინ უკვე ჰერაკლე გმირი სხვისთვის, ძლევამოსილი მოღვაწე შეგვიძლია განვიხილოთ როგორც რიცხვის თემის განსახიერება, ანუ მასების. რა, მოდით გავმართოთ. ელადის მითის კმადრობის სიმფონიაში მკვეთრად ისმის ორი თემა. ორგიაზმის თემა და რიცხვის თემა. თუ ორგიაზმი იყო ხალხური სტიქიის გამოხატულება, რიცხვი იყო პოლისური აზროვნების გამოხატულება და მოქალაქეობრივი შეგნების გამოხატულება. ყველაზე ფართო გაგება. ამ ორი ცნების ურთიერთმიმართებისა და ჰარმონიზირების ხელოვნებაში ჩანს ელინის ხასიათი, რომელმაც განაპირობა ელინური კულტურის პარადიგმა. აი სწორედ ამის გათვალისწინებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პრომეთეს სიტყვები, რომ მას გაანთავისუფლებს ჰერაკლე, მისი ტანჯვის. საკუთარი საქმე პრომეთემ აღასრულა და აღასრულა რა, სრულად დაკარგა თავისი ფუნქცია. გადაულოცა იგი ჰერაკლეს. აი ამის შემდეგ და მხოლოდ ამის შემდეგ იგი უნდა აღზევდეს ოლიმპოსს და ცისფერ წიაღში გადამალოს ის საიდუმლო, რომელსაც ასეთი დიდი გულმოდგინებით უმალავს ჰერაკლეს. რას უმალავს პრომეთე ჰერაკლეს? ჰერაკლეს მისიაც საბოლოო წინასაგანსაზღვრია. თავისი სიღრმით ყველაზე განსაკუთრებულია ფრანც კაფკას პრომეთე. პატარაიკაში კაფკამ შეძლო დაეხადა პრომეთეს სახე არქეტიპური ლაკონიზმითა და ფილოსოფიურად. მას სადაეცნაობს. ვისთვისაც საჭიროდ ნიშნია მითის 4 არსებითი ამბის გაცნობა. პირველი, პრომეთემ უღალატა ღმერთებს, რის გამოც დაისაჯა. ის მიაჯოჯოს კლდეს და მას არწივი უკორწმიდა მოიწვია.
მეორე. იტანჯებოდა პრომეთე და რათა თავი დაეხსნა არწივისაგან სულ უფრო ღრმად ეკროდა კლდეს, სანამ თავად არ იქცა კლდე. მესამე. გავიდა მრავალი ათასწლეული. მის ღალატის შესახებ ყველამ დაიწყო. დაიწყეს ღმერთებმა, არწივებმა, დაიწყა თავადაც. მეოთხე. ამგვარად ყველა დაიღალა ამ მიზეზობით. დაიღალნენ ღმერთები, არწივები, დაღლილობით დაიხურა იარაღს. დასჩენ გაუგებარი კლდეები. თქმულება ცდილობს ახსნას ის, რაც აუხსნელია. თქმულება, რომელიც ეფუძნება სიმართლეს, უბრუნდება აუხსნას. პირველი ამბავი ყველაზე ახლოა მითთან, მეორეში იკითხება დაფარული ირონია. მესამე იგავში წარმოჩენილია დიდებული მსხვერპლის სრული დავიწყება. მეოთხე იგავი კი ტრაგიკულია თავისი აბსურდობით. ტრაგედია არ იწვევს თანაგრძნობას. დრომ დაიწყო ყველაფერი და ამიტომაც ყველა დაიღალა ამ მიზეზობით. მიზეზი იმისა, თუ რატომ იაჯაჭვეს პრომეთე აღარავის ახსოვს და აი რატომ. ჰეროიზმი აღარავის აღავრთობანებს. შეუპოვრობისადმი ყველა გულგრილია. ზნებარება გადამღმელია. დაპირისპირება უაზროა. ჰეროიზმის ბედი ყველა დროსა და სივრცეში უცვლელია. განწირულია დასავიწყებია. ადამიანებს ავიწყდებათ ხსნელთა სიკეთე. ახლა კი უკვე შესაძლებელია ჩვენი პროცესის დასაწყისში დასმულ შეკითხვას დამნაშავეა თუ არა თემზაფხული პრომეთე გავცეთ პასუხი. თქვენ ყველას გაგვიგებთ ბარათი, თუ კი თვლით რომ პრომეთე ამ კითხვის მიხედვით დამნაშავეა, უჩვენე უნდა ჩაართო წითელი ბარათები, ხოლო თუ უფრო იგი უდანაშაულოა, იცით მწვანე ბედი ბარათი. არა, დამნაშავეა. დამნაშავეა. მატერიალური კულტურის. არა, დამნაშავეა. არ არის დამნაშავე. დიახ, ის არის მატერიალური კულტურის შემოქმედი, მაგრამ არსებობს ზნეობა, რაც არ ასწავლა ადამიანებს. არ არის დამნაშავე, რადგან აღასრულა ის რაც უნდა და ისმე ბრძოლია. მაგრამ ბოლოს ღმერთს ურიგდება. ვერ გაუძლო ხამისრიგ განჯვას. ზევს გაუმხილა საიდუმლო და ცად აგზებდა. ის როგორც ყველა, ედის წერას დაემორჩილა. მან უგალატა ადამიანთა განმათავისუფლებას, რომელიც უნდა დაბადებულიყო და არ დაიბადა. ხალხო, იმითო ხო არა, რომ ადამიანებად აივიწყეს მისი სიკეთე. აი შედეგიც. ადამიანები, რომელთაც დაივიწყეს მისი სიკეთე, ახლა იტანჯებიან, რადგან სწორედ მხოლოდ და მხოლოდ მისი სიკეთის ხარჯზე მიიღეს ის, ვისი წყალობით შექმნეს, რაც მათ საბოლოოდ უსაცოვო დაღუპვას უხარდეს. და მაინც, დამნაშავეა თუ არა? მეგობრებო, არსებულ ფურცლებზე ასევე არის QR კოდები, შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინ მისმიცემას. ოღონდ გაითვალისწინოთ, რომ პლატონი მას დამნაშავეა. იგივეს ვითახმებთ. შეიძლება რომ ის დამნაშავეა. მეგობრებო, ის რომ ის დამნაშავეა. მეგობრებო, კაფკა ამბობს, რომ ყველაფერი ამაოა. თუმცა მე კი ვამბობ, რომ ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება. მოკლედ, მეგობრებო, გარდა იმ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვისა, რომელიც დასაწყისშივე გავაჩერეთ, უშუალოდ ამ პროცესის ცდელობისას გაჟღერდა კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც თავისი სიღრმით, ჩემი აზრით, პირველს არ ჩამოუვარდება. ეს შეკითხვა არის, რატომ გახდა მაინც და მაინც ჰერაკლე პრომეთეს ტანჯვის მემკვიდრე? ხომ არ გაგვიზიარებდით თქვენს მოსაზრებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით? ისმენთ? ხო? არა.